გესალმებით. მეგახლავართ გიორგი თავაძე და გიბრუნდებით დაკარგული დიდებული მესხეთის მომდევნო სიუჟეტი. დღევანდელ სერიაში თქვენ იხილავთ აწყურს და მოისმენთ მის ისტორიას. წავედით. ხოლო წმინდა მოციქული წარმოემართა და მოიწია აწყურს, რომელსა პირველად ეწოდებოდა სოსანგეთი და პირისპირ საქრისი და დაივანა ადგილსა ერთსა, სადა იგი იყო ტაძარის საკერპო, რომელსა აწძველ ეკლესია ეწოდების და მას შინა იმსახურებოდეს კერპნი მათნი, ხოლო მთავრობდა მაშინ დედაკაცი ვინმე ქვრივი სამძივარი, რომელსა ერთი ოდენ ზეესვა და ყოველი სასუება მისსა მიმართ მოძრავობდა და მას ოდენ ჟამსა მომკვდარიყო. ეს გახლავთ ნაწყვეტი ძველი ქართული საისტორიო თხზულებათა კრებულიდან ქართლის ცხოვრება, რომელიც მოგვითხრობს პირველ საუკუნეში მომხდარ ამბავს, რაც წარმოადგენს ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულის, ანდრიას, იგივე ანდრია პირველწოდებულის შემოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანობის ქადაგებისა და გავრცელების მიზნით. ადგილი, რომელიც ქართლის ცხოვრებაში სოსანგეთად არის დასახელებული, მის მოპირდაპირედ კი საქრისია, ერთიც და მეორეც მტკვრის ნაპირებთან გაშენებული, აწყუერად, მოგვიანებით აწყვერად, საბოლოოდ დღევანდელობაში კი აწყურად წოდებულ დასახელებას წარმოადგენენ. ანდრია მოციქულის ჩამოსვლისას, ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემელ მესხთაგან, აწყურში მაცხოვრებელთა მთავარსა და მმართველს ვინმე ქვრივი დედაკაცი, სამძივარი წარმოადგენს, რომელიც იმ ჟამისათვის დიდ უბედურებაშია, რაც გამოიხატება მისი ერთადერთი შვილის გარდაცვალებაში. დაიყო ვაება ტირილისა და შფოთი ფრიად მრავალი და ღამესა მას იხილეს ციხიდან ნათელი დიდი, სადა ესვენა ხატი ყოლა წმიდისა და რა განთენდა მსწრაფ წარმოაგზავნეს კაცნი, რათამცა იხილონ თუ ვინ არიან, ანუ რა იარს და ვითარცა იხილეს კაცთა მათ წმინდა მოციქული და ხატი ყოლა წმიდისა სწრაფ წარვიდეს და აუწყეს ქვრივსა მას დედაკაცსა, ვითარმედ უცხონი ვინმე კაცნი არიან და უცხოსა ღმერთსა ქადაგებენ შემოქმედად და დამბადებელად და სიცოცხლესა კაცთასა მომნიჭებელად და მკვდართა აღმადგინებლად და ყავს მათ ხატი შვენიერი და მას პატივს სცემენ. ამ უკანასკნელში ხსენებული ხატი ყოლა წმიდისა გახლავთ ანდრია მოციქულის მიერ წამობძანებული ღვთისმშობელი მარიამის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც გამოსახული იყო ხის ფიცარზე. ვითარცა ესმა სიტყვა ესე მკვდართა აღდგომისა დედაკაცსა მას განკვდა და მცირედ რამე ნუგეშინის ეცა გულსა მისსა. წარავლინა მონანით ვსნი მოწოდებად მოციქულისა, რომელი ვითარცა მოვიდა. პირველი საუკუნის მდგომარეობით სოსანგეთისა და საქრისის, ხოლო დღევანდელი მდგომარეობით აწყურის მფლობელი და გამგებელი ქვრივი ქალი, ამავდროულად შვილმკვდარი დედა სამძივარი, მასთან მიბრძანებულ ქრისტეს მოციქულს ეკითხება ვინაობას, მოძღვრებასა და მოსვლის მიზანს, რაზეც ანდრია პირველწოდებული მიუგებს. მოვალ წმიდით ქალაქით იერუსალემით, სადა დასდგეს ფერხნი უფლისანი, გოლგოთას და ბეთლემს, ცათა მობაძვათა და მონავარ მოციქული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც წამის ყოფით აღადგენს მკვდართა, მას ვქადაგებ ღმერთად და უფლად, დამპყრობელად ყოველთა დაბადებულთა. და რომელსა ხრწმენეს იგი და ნათელსა იღოს სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმიდისათა და ყოველი რაოდენი ითხოვოს სარწმუნოებით მიეცემის და ყოველთა სენთაგან განიკურნების. მოციქულის წარმოთქმულის მომსმენის სამძივარი მუხლებზე დაეცემა და ვედრების სახით შესთხოვს ანდრია პირველწოდებულს შემდეგს. შეიწყალე სიქურივე ესე ჩემი და უბადრუკება, ვინადგან მონახარ მკვდართა აღმადგინებელისა, ილოცე ღმერთისა შენისა მიმართ და მიანიჭე შვილსა ამას ჩემსა სიცოცხლე და ყოველი რაოდენი მიბრძანო გისმინო და არა ურჯგექმნე უკეთ უძე ჩემი აღდგომილი ვიხილო. თავრის ვედრება მოციქულისგან შესმენილი იქნა და თავის მხრივ ანდრია პირველწოდებულმა ხატი ყოლა წმიდისა ღვთისმშობელისა დაასვენა ცხედარსა მას ზედა, სადა იდვა ყრმა იგი და იწყო ლოცვად და ვედრებად ღვთისა მიმართ ხელაპყრობით და ვითარცა ძილისაგან ეგრედ აღადგინა იგი და მისცა დედასა მისსა. ანდრია პირველწოდებულის ლოცვითა და ქრისტეს შეწევნით განხორციელებული სასწაულის შემდეგ ყისიერად ხდება გაქრისტიანება ჯერ აწყურის მთავრის სამძივარისა და მისი ერთადერთი ხმისა, ხოლო შემდეგ სრულიად სამცხისა. ასევე მესხთა დაჟინებული თხოვნით ანდრია პირველწოდებული ტოვებს ღვთისმშობლის ხელთუქმნელ სასწაულ მოქმედ ხატს აწყურში. აყენებს ამალაგზე ეპისკოპოსს, მღვდელს და დიაკონს, ხოლო ადგილობრივები აგებენ საყდარს, სადაც მოციქულის მიერ დატოვებულ სიწმინდეს დააბრძანებენ. სალოცავს და ხელთუქმნელი ხატის ამბავს ცოტა მოგვიანებით მივუბრუნდები. მანამდე კი საუბარს გავაგრძელებ დღემდე ჩვენამდე მოღწეულ საისტორიო წყაროების თანახმად აწყურში მიმდინარე მოვლენებზე, ქრონიკათა მიხედვით.
თავდაპირველად განვიხილოთ ამალაგის სახელწოდება. როგორც უკვე სიუჟეტის დასაწყისში აღვნიშნე, ქართლის ცხოვრების თანახმად დასახლება მოხსენიებულია აწყვერის სახელით და იქვე აღნიშნულია, რომ წინარე პერიოდში ამ პუნქტზე იყო სოსანგეთი და საქრისი. სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში განსხვავებულ სახელწოდებებს ვაწყდებით ამ უკანასკნელთან მიმართებაში. ყველაზე ძველ ფორმად ითვლება აწყვერი, შემდეგ ჟამთასვლით ჩამოყალიბდა აწყვერად, ხოლო საბოლოო და ყველაზე ახალ სახელს წარმოადგენს აწყვური. აწყვერიც, აწყვერიც და აწყვურით სამივე დასახელება დაკავშირებულია მის მდებარეობასთან. რამე თუ სიტყვაში არსებული ფუძე წყურ ძველ ქართულში აღნიშნავდა წყალს. შესაბამისად, წყლიან ადგილთან, ამ შემთხვევაში კი მტკვრის ორივე, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ნაპირთან მდებარეობის გამო, უნდა დარქმეოდა ეს სახელწოდებაც. აწყვური როგორც ქრისტესშობამდე პერიოდში, ასევე ქრისტესშობის შემდგომაც საუკუნეთა განმავლობაში ატარებდა ციხე-ქალაქის სტატუსს და ამასთან ერთად სასულიერო თვალსაზრისითაც გამოირჩეოდა, რამე თუ აქ იყო საეპისკოპოსო, რომელიც საქართველოში არსებულ ეპარქიათა შორის ერთ-ერთ ყველაზე უძველესად მოისაზრება. ქართველი მეცნიერი პროფესორი მერაბ ბერიძე მისსავე ნაშრომში სახელწოდებით სოფლები და ნასოფლარები მოგვითხრობენ, აწყვურზე საუბრისას გვამცნობს იმ პირველი აწყვურელი ეპისკოპოსის სახელს, რომელიც ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით არის ცნობილი. ფეოდალურ საქრისტიანო საქართველოში აწყვურის ეპისკოპოსი მოიხსენიებოდა როგორც მაწყვერელი და ზემოთ აღნიშნული დღემდე მოღწეული ცნობა გვიამბობს, რომ პირველი ეპისკოპოსის მოღვაწეობის პერიოდს წარმოადგენს მე-6 საუკუნე და მისი სახელია იოსები. ხოლო უკანასკნელი მაწყვერელი ეპისკოპოსი, ვისი ვინაობაც არის ცნობილი, გახლავთ გედეონი. ეპოქათა მიხედვით მაწყვერელ ეპისკოპოსთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო მოღვაწე გახლავთ მესხეთის მიწაზე, ქრისტიანული ცხოვრების სულის ჩამდგმელი, გრიგოლ ხანძთელისა და რა თქმა უნდა მისი მოწაფეთაგან ერთ-ერთი ეფრემ დიდი მაწყვერელი. იგი სამცხის ეპარქიას მთავრობდა 855 წლიდან მოყოლებული 895 წლამდე. მიუხედავად გარკვეულ მკვლევართა ჯგუფის განსხვავებული აზრისა, მე-10 საუკუნის ქართველ მწერალს გიორგი მერჩულეს მისსავე ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ნახსენები ყავს ეფრემ მაწყვერელი, რომლის მონაპოვარს წარმოადგენს ქართული ეკლესიისათვის მირონის კურთხევის უფლების მოპოვება. მერჩულეს თანახმად, სწორედ ეფრემ ეპისკოპოსის მოწადინებით მისცა ქართულ ეკლესიას იერუსალიმის პატრიარქმა მირონის კურთხევის ნება. დროებით რომ თავი დავანებოთ აწყვურის სასულიერო კუთხით განხილვას და შევეხოთ მის საერო ცხოვრებას, რა თქმა უნდა საუბარი უნდა დავიწყოთ მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ბუნებრივად წარმოქმნილ კლდეზე, აგებულ ციხე-სიმაგრეზე. სწორედ ეს სტრატეგიული თავდაცვითი ნაგებობა და მის გარშემო გაშენებული დასახლების ერთობა წარმოადგენდა გამსაზღვრელს ამალაგის სტატუსისა, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე, ქალაქი გახლდათ. ისევ და ისევ ჩვენამდე მოღწეულ მემატიანეთა ჩანაწერებზე დაყრდნობით, ციხის პატრონს და შესაბამისად ქალაქის მთავარსაც აშოტ კურაპალატის ვაჟი, გუარამ მამფალი წარმოადგენდა, რომელიც სხვა ბევრ მესხეთში არსებულ სიმაგრეებსაც ფლობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მე-9 საუკუნეში აწყვერის პატრონი ხდება ძე გუარამისა ნასრა, ვინც დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებს თვალს ადევნებთ. გემახსოვრებათ 35 სერია ასპინძის შესახებ, სადაც მე ვახსენე ნასრა, რომელმაც ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შორის შინაომებისას სიცოცხლეს გამოასალმა დავით პირველი კურაპალატი, ხოლო თავად ნასრა შემდგომ მოკვდინებულ იქნა ბრძოლისას ასპინძასთან ახლოს დავით კურაპალატისავე ვაჟის ადარნასეს ხელით. შემდგომ პერიოდის წყაროებში მოხსენიებულ აწყვერის პატრონად მე-11 საუკუნეში გვევლინება არტანუჯის ერისთავი აბუსერ აბუსერისძე, ხოლო ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელშიც დასვენებული იყო ქრისტეს მოციქულის ანდრიას მიერ მესხთათვის ბოძებული წმინდა მარიამის ხელთუქმნელი ხატი, წარმოადგენდა აწყვერის მთავარ საეპისკოპოსო ტაძარს, რომელიც იმ დროის საქართველოში არსებულ ყველა ქრისტიანულ ხუროთმოძღვრების ძეგლზე დიდი იყო. გაგიკვირდებათ და მათ შორის სვეტიცხოველზეც. მე-11 საუკუნეში აწყვერის ციხის პატრონი აბუსერ აბუსერისძე, რომელიც ერთიანის საქართველოს მეფის ბაგრატ მე-4-ის ერთგული თანამებრძოლია, ტყვე ხდება მონარქის წინააღმდეგ განდგომილი და აჯანყებული ფეოდალის ლიპარიტ ბაღვაშისა, რომლის მფლობელობაშიც გადადის ყველა ის სტრატეგიული პუნქტი სამცხეში, რაც აქამდე აბუსერისძეებს ებხრათ. ეს ყოველივე გაგრძელდა მანამ სანამ ბაგრატ მე-4-მ ტყვე დარიგდო ლიპარიტი და არ ჩამოართვა მის მიერ მიტაცებული საფეოდალოები. მომდევნო პერიოდის წყაროებში აწყვურის ციხე ქალაქი კვლავ ჩდება მე-13 საუკუნეში, როდესაც თამარ მეფის შთამომავალი, რუსუდან დედოფალი, თავისივე შვილს და დედის მოსახელე თამარს, შემდგომში გურჯი ხათუნად წოდებულს, ათხოვებს რუმის სულთან ყიას ედ-დინზე და მზითვებში ატანს აწყვურის ციხეს. ამრიგად აწყვური გადადის რუმის სასულთნოს მმართველთა ხელში. მაგრამ ამავე მე-13 საუკუნეში საქართველოს ორმეფობის ხანაში მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული დავით ულუ მესხეთის დიდგვაროვან ოჯახის წარმომადგენელთან, სარგის ჯაყელთან ერთად აწყვურის ციხეს აქტიურად იყენებს მონღოლებთან გამართულ ბრძოლებში. ულუ ამ პერიოდისათვის რუმის სულთან ფარმანას ჩამოართმევს მისი წინამორბედი სულთნისათვის მზითვებში მიღებულ აწყვურს და გადასცემს მფლობელობაში მის თანამებრძოლ სარგისის შვილს ბექა ჯაყელს.
ამ პერიოდიდან იგი სამცხის ათაბაგ-ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი რეზიდენცია ხდება. მაგალითისათვის რომ გითხრათ, თუ მტრისგან მოხდებოდა ჯაყელთა მთავარი რეზიდენციის, ანუ ახალციხის აღება, ათაბაგები დაუყოვნებლივ აწყურში გადმოდიოდნენ და აქედან განაგრძობდნენ მესხეთის მართვას. აწყურის ციხე-ქალაქისათვის ძნელბედობის ჟამი იწყება მე-15 საუკუნიდან და გრძელდება მე-16 საუკუნის ბოლომდე. რაც გამოხატული იყო არაერთ ბრძოლაში, როგორც მომხდურ უცხოტომელ მტერთან, ასევე ქვეყანაში არსებულ შიდა ფეოდალური დაპირისპირებების ფარგლებში. 1477 წელს აწყურს თავს ესხმის თეთრბატკნიანთა, ანუ თურქმანთა მომთაბარე ტომების გაერთიანება შაჰ უზუნ ჰასანის მეთაურობით. მოგვიანებით 1486 წელს კვლავ შემოდიან თეთრბატკნიანები შაჰ იაყუბ ყაენის სარდლობით. ისინი სრულიად იღებენ ციხე-ქალაქსა და მისი მოსახლეობის დიდ ნაწილს ტყვედ წაასხავენ. 1551 წელს სამცხის სხვა ციხეებთან ერთად აწყურს მოადგება და აიღებს ირანის შაჰი თამაზი თავისი ყიზილბაშებით. ხოლო 1578 წელს ოსმალთა იმპერიის მრავალრიცხოვანი ლაშქარი მთავარსარდალი მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით იღებს აწყურის ციხეს, შიგნით აყენებს თურქულ გარნიზონს, აშენებს ჯამეს, ანუ მუსლიმანურ სალოცავს და იწყებენ ზეწოლას ქრისტიანი მესხების გამაჰმადიანებისათვის. 1595 წელს ოსმალთა მიერ გურჯისტანის ვილაიეთისეულ დიდ დავთარში აწყური შეტანილია მისი ციხის რაბათით და აღწერილია მასში მაცხოვრებელი 109 კომლი, რომელთაც გადასახადის სახით შეწერილი აქვთ 30,000 აღჭა. ამავე დავთრის მიხედვით აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობისა ქრისტიანი მესხები არიან, ხოლო მცირე რაოდენობით რამოდენიმე ოჯახად ცხოვრობენ სომხები და ასევე ებრაელები. როგორც ზევით აღვნიშნე, ოსმალები დიდი მონდომებით შეუდგნენ აწყურელი მესხების გამაჰმადიანების პროცესს და ეს ძირითადად კიდევ გამოწვეული იყო იმით, რომ თურქებს აწყური თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მიაჩნდათ იმ ხეობის ჩამკეტ უმთავრეს პუნქტად, რომელიც თორის მხარეში შემავალი ტერიტორიის გავლით ქართლისკენ მიემართებოდა. შესაბამისად, აწყურში მაქსიმალურად უნდა მომხდარიყო მოსახლეთა გაოსმალება, რომ დამპყრობელი იმპერიისათვის უფრო სანდო დასაყრდენი ყოფილიყო ეს ქალაქი. თურქები მათი ბატონობის გარკვეულ პერიოდში აწყურის მაცხოვრებლებს სახელმწიფო გადასახადებისგანაც კი ანთავისუფლებდნენ, რის სანაცვლოდაც მათ ვალდებულებად აკისრებდნენ ციხის გარნიზონის გამაგრებას. იმისათვის რომ უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნას თუ როგორ განვითარდა ოსმალური უღელქვეშ აწყურის ციხე-ქალაქში მაცხოვრებელ მოსახლეთა ყოფა, ამისათვის გადავინაცვლოთ წარსულში და გადავხედოთ გასულ საუკუნეებში მოღვაწე გამოჩენილ პირთა მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს, რომლებმაც როგორც ოსმალთა იმპერიის მესხეთის მიწაზე თითქმის 3 საუკუნოვანი ბატონობისას, ასევე ამ ტერიტორიების თურქთაგან განთავისუფლების შემდეგაც იმოგზაურეს ამ მხარეში. მაგრამ სანამ უშუალოდ მათ ჩანაწერებზე გადავიდოდე, ვახსენებ ერთ-ერთ ოსმალურ დოკუმენტს, რომელიც შედგენილია 1649 წელს მესხეთში, ანუ ჩილდირის საფაშოში, როგორც თურქები მას უწოდებდნენ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სულთნის ფირმას, ანუ ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ჩილდირის ბეგლარ ბეგის მოთხოვნის საფუძველზე მაწყვერლის თანამდებობა ებოძა იოანე ბერს. ამ დოკუმენტით ვიგებთ იმას, რომ მე-17 საუკუნის 50-იანი წლებისთვის მესხეთში ისევ არსებობს ქრისტიანული სამღვდელოება და აწყურს ისევ ჰყავს ეპისკოპოსი. ამავე მე-17 საუკუნის 70-იან წლებში ფრანგმა მოგზაურმა ჟან ბატისტ შარდენმა, რომელმაც გზად გაიარა აწყური, წერს, რომ აქ არის ქარავანსარაი, იგივე მოქარავნეთა განსასვენებელი ადგილი და საბაჟო. ქალაქის ციხეს აღწერს როგორც მტკიცეს შემორტყმულს ორმაგი გალავნით, მის გარშემო გაშენებული პატარა ქალაქით, ხოლო მაცხოვრებელთა შორის ასახელებს მაჰმადიან ქართველებს და მათთან ერთად სომხებსა და ებრაელებს. წარმოშობით გერმანელი მეცნიერი, მეფის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი იოჰან გულდენშტეტი შარდენის მოგზაურობიდან ზუსტად 1 საუკუნის შემდეგ იმყოფებოდა საქართველოში. მაგრამ აწყურზე წერს მხოლოდ იმას, რომ ეს არის ძველი ქართული ციხე თურქთა ხელში მყოფი, რომლის სწორი სახელიცაა აწყუერი ან აწყვერი, ხოლო მისმაგივრად ქართველები კეთილხმიერების გამო აწყურს ამბობენ. სამაგიეროდ ქართულ საზოგადო მოღვაწეს და პუბლიცისტს ალექსანდრე ფრონელს საკუთარ წიგნში დიდებული მესხეთი მე-20 საუკუნის დასაწყისის მდგომარეობით შეტანილი აქვს სხვადასხვა ტიპის ცნობები აწყურზე, რომლის საკითხვისასაც მკითხველს იოლად შეექმნება წარმოდგენა, თუ როგორ იწერებოდა ოსმალთა מחვილით სამცხის ამ ქალაქის ბედი და რა შედეგები გამოიწვია მან მთლიანობაში. ფრონელი წერს შემდეგს: ბორჯომის ხეობას გამოსცდები თუ არა, თვალწინ აგეყუდება ოდესმე ძლიერი აწყურის ციხე. ციხის გვერდით შიგშუაგულ გამაჰმადიანებულ ქართულ სოფელში კიდევ დგას უზარმაზარი ტაძარი, ხოლო სახურავ გადახტილი და ალაგ-ალაგ კედლებ ჩამოქცეული. ჩამონგრეულია გუმბათიც. ამ ეკლესიის გალავანში დასაფლავებულია ჭაბუკი ბატონიშვილი, ლევან იულონის ძე, რომელიც ლეკებმა მოჰკლეს 1811 წელს პეტრეს ციხესთან. აწყურულები გამაჰმადიანებულნი არიან, ხოლო ქართული არ დავიწყებიათ. არის სამინისტრო სკოლა, მაგრამ ქართულს არ ასწავლიან. ამ სკოლაში ისეთი მასწავლებელიც ყოფილა, რომელიც ამბობდა, რომ აწყურელები თათრები არიანო.
მტკვრის მარცხენა ნაპირზე სახლობენ მართლმადიდებელი ქართველნი, სომეხნი და ებრაელნი. ამ რამდენიმე წლის წინათ ზარბაზანი უსროლიათ აწყურის ციხისათვის. უნდოდათ თურმე გამოეცადათ სიძლიერე ზარბაზნისთან. რკალივით შენგრეული კედლები, მტკვრის ნაპირზე მიმავალ ქვაფენილ გზას რომ დახურებენ, ცხადად მოწმობენ, რომ წარსული სიყვარული არა გვაქვს და არ ვიცით მისი პატივისცემა. ალექსანდრე ფრონელის შემდეგ 1922-1923 წლებში ქართველმა ისტორიკოსმა გიორგი ბოჭორიძემ სამცხე-ჯავახეთში განხორციელებული ექსპედიციის ფარგლებში კიდევ უფრო მეტი გავერანებისა და დაუდევრობის ფაქტები აღწერა და შეიტანა მის წიგნში, რომელიც აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს ეხებოდა. ნაშრომში სახელწოდებით მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში ბოჭორიძე წერს შემდეგს: აწყურის ღვთისმშობელი გუმბათიანი ტაძარი ყოფილა. მას სჭერია უზარმაზარი ტერიტორია თავისი შენობებით და გალავნით. გუმბათის დაქცევა არავის ახსოვს, ხოლო თაღი ჩაქცეულია 42 წლის წინათ. მუსტაფა სამსონიძემ გადმომცა, როდესაც მე დავბადებულ ვარ, თაღი იმ ღამეს ჩამოქცეულა. მე 42 წლის ვარო. რევოლუციამდე ეკლესიას ქვები ისედაც შემოცლილი ჰქონია. გარდა ამისა, გიორგი ბოჭორიძე ახსენებს ვინმე ხარაბაძეს, რომელსაც 1921 წელს ეკლესიის ნაწილი დაუქცევია და ნაწილი ქვებისა მტკვრის ბურჯისათვის შეუხმარებია, ხოლო ნაწილი ხალხისათვის მიუცია, რომელთაც სახლებისათვის გამოუყენებიათ. საცხოვრებელ ნაგებობებში მოსახლეთა მიერ ქვათა გამოყენების შემთხვევად ავტორი ასახელებს აწყურთან ახლოს მდებარე სოფლის, ტყემლანას მკვიდრ ვინმე ოსმან ხმალაძეს, რომელსაც შეუსყიდია ტაძრის ჩუქურთმიანი 11 ცალი ქვა და მისი სახლის კედლებში გამოუყენებია. 1922-1923 წლებში, როცა ბოჭორიძე იმყოფება აწყურში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან, რომელიც ერთ დროს საეპისკოპოსო კათედრალს წარმოადგენდა, ნახევრად დანგრეული, შემოძარცული კედლებიღა დგას. თითქმის ნაეკლესიარად ქცეულ ისტორიული ხუროთმოძღვრების ძეგლში კი იმ დროისათვის შესაძლო იყო აღმოგეჩინა მისი ისეთი გამოყენების მაგალითები, როგორიც იყო საკურთხევლის სამხრეთით და ჩრდილოეთით მიმდებარე ოთახებში მოწყობილი საბძელი, შუა სამლოცველო დარბაზში გამართული ხეების სამხერხაო თავისივე საწყობითურთ. ეს უკანასკნელი მიგვითითებს უკვე ტიპიური საბჭოთა პერიოდისათვის დამახასიათებელ უღმერთობაზე და ჯერ ოსმალთა ბატონობისას დაზიანებულ, შემდეგ გამაჰმადიანებული ქართველების მიერ ნაძარცვ სამლოცველოს გადაქცევაზე საწყობად და სამეურნეო დანიშნულების მქონე ობიექტად. ქრისტიანულ ტაძრებთან მიმართ ასეთი დამოკიდებულება კანონზომიერ მოვლენას წარმოადგენდა ბოლშევიკებისათვის და დაკარგული დიდებული მესხეთის წინა სიუჟეტებში ნაჩვენებ არაერთ ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლთან მიმართებაში ყოფილა ანალოგიური შემთხვევები. დაუბრუნდების სიუჟეტის დასაწყისში აღწერილ ამბავს, სადაც მე თქვენ მოგიყევით ანდრია პირველწოდებულის მიერ აწყურისა და სრულიად სამცხის გაქრისტიანების ამბავი და შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნე, მესხთა დაჟინებული თხოვნით მოციქულმა ახლად მოქცეულ ქართველებს დაუტოვა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი და სასწაულმოქმედი ხატი. ხოლო აწყურის მკვიდრმა აწუყე გაქრისტიანებულმა მესხებმა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატისთვის დასაბრძანებლად თავდაპირველად მცირე ზომის საყდარი ააგეს. ხოლო ფართო მასშტაბების მქონე ტაძარი მის გარშემო კომპლექსურად გაშენებული ნაგებობებითა და გალავნით უკვე მე-19 საუკუნეების მიჯნაზე სრულყოფილი სახით უნდა ყოფილიყო მოწყობილი. წმინდა მარიამის ხელთუქმნელი ხატი და მისივე სახელობის გუმბათიანი სამლოცველო საუკუნეთა განმავლობაში წარმოდგენილი იყო აწყურის საეპისკოპოსოს უმთავრეს სიწმინდედ და როგორც სასულიერო ცხოვრების ერთ-ერთი უზენაეს ამომავალ წერტილში იჯდა მაწყვერელი, ანუ აწყურის ეპისკოპოსი და მართავდა მის საწყოში შემავალ მესხეთის საქრისტიანოს. პირველად გუმბათიანი ტაძრის დაზიანების შემთხვევა ხდება მე-13 საუკუნის მიწურულს ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომლის დროსაც ჩამოიქცა ეკლესიის გუმბათი, მაგრამ ყისიერად აღადგენენ მას მესხები, როგორც უმთავრეს სამლოცველოს ამ ხარისას. ამ მოვლენიდან 2 საუკუნის შემდგომ, მე-15 საუკუნეში, კერძოდ კი 1477 წელს, ჩემს მიერ ზემოთ ხსენებული თეთრბატკნიანები უზუნ ჰასანის მეთაურობით იღებენ მთლიანად აწყურს, ძარცვავენ აქაურობას და სამლოცველოს ძლიერად აზიანებენ. ვენეციელი ელჩი ვინმე ბარაბო, რომელიც თან ახლდა უზუნ ჰასანს, წერდა, რომ საქართველოში შეჭრის უმთავრეს მიზეზს მბრძანებლის მხრიდან ამ ქვეყნის გაძარცვის სურვილი წარმოადგენდა და რა თქმა უნდა ამ მიზნით გაიტაცა შაჰმა აწყურის ღვთისმშობელიც, რამე თუ ის სხვადასხვაგვარი ძვირფასი თვლებით ყოფილა იმ დროისათვის მოჭედილი. მემატიანის ცნობით, მტრისგან მიტაცებული სასწაულმოქმედი ხატი რაჟამ ცუცხო მიწაზე ჩაიტანეს, დაიწყო შემდეგი მოვლენები. არც შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა და იქმნა დიდი გამოძიება. მათ შორის უბძენესთა კაცთა თქვეს, ოდეს იგი საქართველოსა ვილაშქრეთ, მაშინ ერთსა დიდსა საყდრიდამან ფიცარი ერთი, შემკობილი მრავლითა პატივითა ვიხილეთ და წარმოვიღეთ. და მგზავრობასა მას ჩვენსა უცხო სასწაული ვიხილეთ მისგან. რამე თუ მწუხრსა ჩავასვენეთ უღრმესსა ადგილსა ბარგისასა და ვითარცა გათენდის, აღმოვიდეს სიღრმისაგან და მაღლად მჯდომარე იხილვებოდეს და ვითარცა მზებრწყინავდის. და საქმე ესე უეჭველად მისგან იქმნა ქვეყანასა ჩვენსა და თუ
გნებავს განრინება ჭირისაგან მისგან, იგი მოვიძიოთ და ქვეყანასა მათსა განუტეოდ წმიდა ხატი. განგებითა საღმთოთა, მცირედთა ჟამთა ხატი მოიწია სამცხეს. არსებობს ლეგენდის მსგავსი თქმულებაც ზევით აღწერილ ამბავთან მიმართებაში, რომ მიუხედავად გამტაცებელთა მხრიდან ხატის დაბრუნების გადაწყვეტილებისა, მათ ვერ გაუბედავთ მისი ჩამოსვენება. დაუბამთ ცხენზე და ისე გამოუშვიათ საქართველოსკენ. ამ შემოსევიდან 9 წლის შემდეგ, 1486 წელს ისევ შემოდიან თეთრბატკნიანები ამჯერად შაჰ იაყუბ ყაენის სარდლობით და არათუ ტაძარს აზიანებენ, არამედ მის და სრულიად საქართველოს უდიდეს სიწმინდეს ღვთისმშობლის ხატსაც იტაცებენ. მომთაბარე თურქმენების მიერ გატაცებული ხელთუქმნელი ხატი ისევ დაუბრუნდა მის სამყოფელს და ამ მოვლენასთან დაკავშირებით ნიკო დადიანი ქართულ ცხოვრებაში სიწმინდის გამომხსნელად ასახელებს სამცხის ათაბაგ მანუჩარ ჯაყელს, ხოლო დაიხსნა მანუჩარმა ხატი დიდ ვერცხლად და დაასვენა კვალად აწყვერსავე. ამ ორი შემთხვევის გარდა მომხდური მტრის მხრიდან აწყურის ღვთისმშობლის გატაცების ფაქტი აღარ ყოფილა. მაგრამ ხატმა არაერთხელ შეიცვალა სამყოფელი, რაც გამოწვეული იყო იმ შინაომებითა და დაპირისპირებებით, რაც წარმოებდა სამ სამეფო დანაწევრებულ საქართველოს მეფეთა და მესხეთის განდგომილ ათაბაგთა შორის. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ ამ ამბებს ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ გეტყვით იმას, რომ მე-16 საუკუნის 50-იანი წლებიდან იმავე საუკუნის ბოლო პერიოდამდე, რაც მესხეთს მთლიანად ყლაპავს ოსმალთა სისხლისმსმელი იმპერია, ხატი იმერეთის მეფეთა ხელში ხვდება და მათივე სამეფოში ხდება მისი ხელახალი შემკობა ძვირფასი თვლებით. არის აგრეთვე მოსაზრებები, რომელიც ქართლის მეფის როსტომის სიგელის შინაარსიდან მომდინარეობს და საუბარია, რომ გარკვეული პერიოდი სვეტიცხოველშიც ყოფილა დასვენებული, ხოლო შემდგომ ისევ იმერეთს დაბრუნებია. ანდრია პირველწოდებულის მიერ აწყურისათვის ბოძებული ღვთისმშობლის ხელთუქმნელი და ამავდროულად სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აწყურის, მესხეთისა და სრულიად საქართველოს უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენდა და მისი სახელი ისე შორს იყო გავარდნილი, რომ მე-7 საუკუნის დასაწყისში საქართველოში შემოსულმა თვით ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლე კეისარმაც კი მოინახულა, დღეს ლომებრ მყეფე ტერცისხმჩქეფე იმერთ მეფე სოლომონ პირველის მიერ 1764 წელს დამზადებულ ტრიპტიქის, ანუ 3 ნაწილისაგან შემდგარ მოჭედილ ჩასასვენებელში მყოფი ინახება ეროვნულ მუზეუმში. მაგრამ ასევე ბურუსით არის მოცული, თუ რომელი ხატია მუზეუმში დაცული. წარმოადგენს თუ არა იგი კონკრეტულად იმ ქრისტიანულ სიწმინდეს, რომელიც მისივე სახელობის დღეისათვის რესტავრაციის პროცესში მყოფ, აწყურის გუმბათიანი ტაძრის მკვიდრი იყო. თუ ეს ამავე აწყუერის ხელთუქმნელი ხატის პირია, თანამედროვე სიტყვებით რომ თქვათ, ასლია, რომელიც ანდრიამ ორიგინალზე ხის ფიცრის მიდებით გადაიტანა და ქართლის მოქცევისას დაუტოვა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე შემდგარ ქართველებს. დღევანდელი სერიაც დასასრულს მივახლოვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დაგემშვიდობოთ და დააგიტოვებთ იმ, ესე ვთქვათ, მოწოდებას და თხოვნას, რომ ვისაც მოგწონთ ჩემს მიერ შემოთავაზებული სიუჟეტები, გამოიწერეთ არხი და ერთად უყუროთ კიდევ ძალიან ბევრ სერიას დაკარგული დიდებული მესხეთის შესახებ. დროებით.